აი მინდა ხელახლა წარმოგიდგინოთ ჩემი კიდევ ერთი ახალი წამოწყება, რომელსაც ველოდებოდით ყველა და შევქმენი ახალი სივრცე თქვენთვის უკვე უფრო მეტად კომფორტული, უფრო მეტად მობილიზებული, უფრო მეტი სპეციალისტები, უფრო მაგარი სპეციალისტები და ყველა ესენი ვიქნებით ერთ სივრცეში. აი ხო ხედავთ მომხმარებლები უკვე გვაწყდებიან და არ გვაცლიან ჩაწერის საშუალებას, რა ვქნათ? მინდა რომ სანამ შეგნით შევალთ, გაჩვენოთ რამდენად ლამაზად გამოიყურება გარედან და სახელწოდება იქნება გელოვანი Beauty Hub. სანამ შევალთ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის უკვე მესამედ დაწყებული ჩემთვის ახალი ცხოვრება. ეს არის პირველი სივრცე, რომელიც მოიცავს მანიკურს და თმის მოვლის საშუალებას, ფრჩხილის მოვლის და თმის მოვლის პროცედურებს. უმთავრესი რაც იქნება ამ სალონში ყოველთვის იქნება უმაღლესი ხარისხის პროფესიონალი მასტერები და უმაღლესი ხარისხის მასალა. პირველი სივრციდან დაიწყება ესე და გავყვებით და დაგათვალიერებინებთ დანარჩენ სივრცეებს რა მომსახურებები გვექნება. ჩემს სილამაზეზე ზრუნავენ ჩემი სტილისტები. ნახეთ როგორი ლამაზი ვარ. მინდა გაგაცნოთ ასევე სტილისტები, ხათო 20 წლიანი გამოცდილებით სტილისტის საქართველოშიც და იტალიაშიც ჩამობრძანდა და ჩვენ ახლა უწყობთ ხელს რომ განვითარდეს. ამას აუცილებლად აღვნიშნავ ყველა ჩემს შემდეგ ინტერვიუში და ყველა ეტაპზე აღვნიშნავ როგორ ვუწყობ ხალხს რომ მიიღონ აქ შესაბამისი განათლება, განვითარდნენ და შემოსავლის წყარო ქონდეთ კიდევ დამატებით. ცოტა მორიდებული ნიკოლოზი, მინდა გაგაცნოთ, ყველა იცნობთ, მაგრამ ჩვენი გუნდი ისევ ერთად არის. ჩემი გუნდი წამოვიდა ჩემთან ერთად ახალ სივრცეში და ვაგრძელებთ მუშაობას ერთად. Hello. Nikas, იცნობს უმრავლესობა, მაგრამ იცოდეთ ესეც 20 წლიანი გამოცდილებით, საბერძნეთში მომუშავე სტილისტი და ყველა სპეციალისტი ისევ იგივე. მოდი ნიკოლოზის მომხმარებელს კითხავთ, როგორი კმაყოფილია სერვისით? მარა, შემოხმარა. ხმა, იმდენი ოვაცია გამოხატა ჩვენ ნიკოლოზის მომხმარებელმა, რომ ხმა ჩაუვარდა. ხმა აღარ აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ აქ შემოსული ყველაზე მთავარი რაც არის, ხარისხზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი და უმაღლეს მომსახურებაზე. უბრალოდ ყველა აღნიშნავს, ყველა ჩვენი დამეთანხმებია, რა თქმა უნდა, კომენტარებში როცა დაიწერება, რომ არის ძალიან კარგი აურა. შემოდის ადამიანი და ბედნიერია. შემოსული უკვე ბედნიერია და რო გადის გალამაზებული, ხო აღარ აგვაქვს ლაპარაკი, რა ბედნიერებაზეა ლაპარაკი. ამ ჩემი გუნდის ერთ-ერთი ძველი წევრი, რა თქმა უნდა, და საუკეთესო ადამიანი და საუკეთესო პროფესიონალი ნინო, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობს და ბევრი გაცნობა არ ჭირდება, არის პროფესიონალი სპეციალისტი, როგორც სამედიცინო პედიკურის, ისე მანიკურის ყველანაირი მეთოდის და ყველაზე მთავარი ისევ და ისევ უბრუნდები ხარისხს. სტერილიზაციის რამოდენიმე ვარიანტი გვაქვს, აბსოლუტურად სრული სტერილიზაცია, სრულად დაცული თქვენი ჯანმრთელობა პირველ რიგში. ეს იქნება აუცილებელი. შემდეგი სპეციალისტი, რომელიც დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს გადმოვიბირე, რომ ჩემ სალონში მოვიდეს და როგორმე ერთი დღე გვაღირსოს თავისი თავი, ეს არის ქალბატონი ირმა, რომელსაც აქვს მოსკოვებში ნამუშევარი და 19 წლიანი გამოცდილება, აქ ლაპარაკია ტოპ მასტერობაზე და ტოპ მომსახურებაზე. ასე რომ შემოკარგებო, გელოდებით და მიიღებთ სრულ მომსახურებას უმაღლეს ხარისხად. როგორც ყველაფერი დანარჩენი ჩემს სივრცეში. როგორც აღვნიშნე, ჩემი მიზანი იყო არა მხოლოდ ის, რომ ბიზნესი გამეკეთებინა და შემოსავლის წყარო მქონოდა ამერიკაში, მე ვიცი ძალიან დიდი შრომის ფასად უწევთ ჩვენს ემიგრანტებს აქ ცხოვრება და შევქმენი ისეთი სივრცე, სადაც ერთ დღეში მოიგვარებს აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემას იქნება თუ გალამაზების თუ მისი გაბედნიერების, რაც შეეხება ესთეტიკას. ამიტომ ყავს წამწამების ძალიან მაგარი ხელოსანი, რომელიც თვითონ წარმოადგენს თავის პროცედურებს, რასაც აკეთებს. გამარჯობათ, მე ვარ ეკატერინე ბეჟუაშვილი, ვაკეთებ წამწამების ღეროვან დაგრძელებას. არის საუკეთესო მასალით, ასევე დაცული აბსოლუტურად ყველანაირი სტერილიზაცია, სტანდარტები და ხარისხზე, რა თქმა უნდა, გარანტიას გაძლევთ და ნუ თქვენ თვითონ უნდა შეამოწმოთ და ნახოთ. ისევ და ისევ თქვენი კომფორტისთვის გამოვყავით ცალკე პედიკურის ოთახი, რომ დაცული იყოს აბსოლუტურად პირადი სივრცე და ზედმეტად არ იყოს დარღვეული ეს პროცედურა. შემდეგი სივრცე არის ლაზერის ოთახი,
აქ ლაზერის აპარატზე ცალკე ვისაუბრებ აუცილებლად აპარატურულ ტექნოლოგიას რაც შეეხება, მაგრამ ორი სიტყვით მინდა რომ ვაჩვენო ეკა თუ შეიძლება რომ ახლოს მოვიტანოთ კადრი. რომ ეკითხები რომ ჩემი კალბატონი რომელიც მოდელი გვყავს დღეს ლაზერზე და იძახის გამბელოს იმდენი მისთვის ჩემი ანა ფრუიძე ვისთვისაც შეიქმნა ეს ყველაფერი თბილისიდან გვეწვია ნამდვილად გახსნასაც დავაანონსებ ანა ფრუიძე რომელიც მომავალი იურისტია და აუცილებლად აქ გაგრძელდება მისი წარმატებული კარიერა. ეხლა ეს ისე მოკლედ ოჯახური ტრაბახი რო ჩავატაროთ. რა შეეხება ნინოს? ნინო არის აი უმაღლესი პროფესიონალი ადამიანი. ლაზერს ღეჭავს. კი არ აკეთებს. ღეჭავს. ანუ სპეციალისტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმის მიუხედავად აპარატს მე გაგაცნობთ ცალკე, მაგრამ სპეციალისტი როგორ გააკეთებს ამას, დამეთანხმება ლაზერის მომხმარებელი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი. არა ის, რომ უბრალოდ ლაზერია და ყველა შევიდა ლაზერი გადაატაროს, გადმოაწეროს, მაგრამ აქ არის ლაპარაკი უმაღლეს პროფესიონალიზმზე. ისევ და ისევ ხავს უსმევ. ჩემი ყველა კადრი იქნება აბსოლუტურად მაღალი ხარისხის პროფესიონალით გამორჩეული, როგორც თავს შევიქებ და ალბათ მეც. ჩემთვის პირველ რიგში არის ხარისხი, შემდეგ არის უკვე ბიზნესი და დანარჩენი წყალშემოსავლის წყარო. წარმოგიდგენთ უახლეს ლაზერის აპარატს. აი მართლა ამაყივარ, რომ ეს აპარატები შევიძინე და ვინც შემაძინინე და როგორც მოხდა ეს ყველაფერი ამას ცალკე ჩაწერას გავაკეთებ აუცილებლად, მაგრამ მინდა გითხრათ ლაზერის დეტალური შესწავლა დავიწყე, როდესაც შემოვედი ამ ბიზნესზე. მე არ ვიყავი ლაზერის, მხოლოდ მომხმარებელი ვიყავი და აბსოლუტურად არ ვიყავი აზრზე რა იყო ლაზერი. მაგრამ უკვე ჩახედული და რა თქმა უნდა, რაც სჭირდება ჩემ ბიზნესს, ყველა დეტალი მე გავლილი მაქვს და ისე ვაკეთებ შენაძენსაც და შემდეგ მის წარდგენასაც. 25 წლის აპარატი წარმოგიდგინეთ, ჩემო კარგებო, ესეც სიახლეა პირველი ბრუკლინში, ზუსტად ვიცი რომ სხვას ეს აპარატი ჯერჯერობით არ აქვს და თუ ვინმეს იქნება სურვილი სწავლისაც და ყიდვისაც, მე უკვე ამაზე ცალკე დამელაპარაკები და პირად შემოვგვარდებით. იტალიური ბრენდი არის, რომელსაც აქვს ისევ და ისევ ვუბრუნდები ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი არის ჩვენი ცხოვრების ეხლანდელი მთავარი ეტაპი. რას მოიცავს? მოიცავს ადგენს კანის ტიპს აბსოლუტურად, თმის ბოლქვი სად არის, რატო უნდა გააკეთოს და რამდენი სხივი უნდა გაუშვეს. აპარატის პირველი რიგში არის ის, რომ არის ძალიან კომფორტული, რადგან არის მოყინვის ძალიან მაღალი სისტემა, აბსოლუტურად ყინავს და მტკივნეულობა გამორიცხულია პროცედურის პერიოდში. შემდეგი ისევ და ისევ ხარისხთან დაკავშირებული სტერილიზაციას ახდენს აპარატი თავისი თვითონ. შეხედეთ 5 წუთის განმავლობაში ჩადებული, როცა ჩაიდება აპარატი თავის ბუდეში, ხდება სტერილიზაცია. ანუ აქაც აბსოლუტურად ესეც გათვალისწინებულია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ყველანაირი კონტაქტი სხვა პიროვნებასთან არის გამორიცხული, რადგან მისი სტერილიზაცია ხდება სრულად. ასევე აპარატს აქვს დეტექტორი, რომელიც ადგენს თუ ჩვენ ვერ ვხედავთ ზედა არის რომ მოდის პაციენტი ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა რომ აი ერთი ადგილზე ამომდის და ამომდის თმა. ამ ბეწვის დადგენას ახდენს და მასზე ვმუშაობთ უკვე ალექსანდრიტის სხივით, რომელიც მოყვება აპარატს და აქვს თავაკი სპეციალური ალექსანდრიტის სხივის. ესე იგი პირველი პაციენტი გარანტირებული შედეგია ეკატერინე ნამდვილად. ყმადაღებული თემა რომ ვიკეთებ და წლები დავდივარ და არ მიქრება თმა და 100%-ით გაძლევთ გარანტიას, რომ პირველ რიგში ის რომ აპარატია უახლესი და ყველა სერვისი აქვს იმისთვის, რომ პროფესიონალმა იმუშაოს და დადოს საბოლოო შედეგი. ეს რაც შეეხება ლაზერს და კიდევ დავამატებ აქვე, იმიტომ რომ შედის ამ პროცედურაში. კიდე რომელიმე არსებობს ესეთი უხეში დაუმორჩილებელი თმაც, როგორც ადამიანები არიან დაუმორჩილებლები და გვაქვს ნემსით ეპილაციის სერვისიც. თუ ვერ გავაქრობთ ლაზერით თმას, გავაქრობთ ნემსით. ამიტომ გირჩევთ. ვიცი, ძალიან ბევრი კითხული. ყველა და აი სად შეიძლება რომ მოხდეს რა თქმა უნდა ეს ყველა ჩემი გადაწყვეტილება, ჩემო კარგებო, ჩემი ისევ და ისევ განმეორდები, ჩემი სამხედრო კარიერა, ჩემი დაგეგმარების და სტრატეგიულობის
ნიჭი გამომდინარე იქიდან რომ მე მქონდა პროფესიულად და ცხოვრებისეული ეს გამოცდილება, აბსოლუტურად ყველაფერი ჩავდები ამ ახალ სივრცეში. თუ რამეს წავაწყდი, ჩემი იმ ძველი პერიოდს რაც მქონდა ჩვენ ძველ სალონში, შეკითხვებს, პრეტენზიებს, ან დადებით მხარეს, ან უარყოფით მხარეს, აბსოლუტურად ვეცადე რომ აღმოვმეფხრა ეს ყველაფერი და გამეკეთებინა უფრო მეტი სერვისი თქვენთვის, რომ სრულად დაკმაყოფილიყო თქვენი ყველა სურვილი. ეხლა მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი სივრცე, არ ვიცი კიდევ ერთი ნომრებს დავაწერთ შემდეგ ოთახებს. ძალიან ბევრი მასალა არის, შემოკარგებო და ვიცი რომ შეიძლება ცოტა ხანგრძლივი მოსასმენი იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ საინტერესოა რომ გაიცხროთ. ნელ-ნელა ყველაფერს გაგაცნოთ. ქალბატონი მაკა მინდა გაგაცნოთ, მაკა შემოტრიალდი ერთი წამით, მოკლედ ძალიან მორიდებული ქალბატონი მყავს, მაგრამ მაკა არის ჩვენი სპეციალისტი, ესეც ნახალოვკაში მუშაობდა სალონში. რომელ სალონში იყავი მაკა? 4 ნომერი შამში. რო ვამბობ რომ და ნახალოკოს რო ეგრევე მაკას მეკითხებიან. ანუ როგორც ვახსენე, ყველა პრობლემა რაც გვაქვს ამერიკაში, ჩემი ჩამოსვლის დღიდან რაც მესმოდა და ჩემს სივრცეში რასაც ვაწყდებოდი. წარბის კორექცია ხალხო, ეს იმდენად მნიშვნელოვანია. წარბის მასტერი ის კი არა რომ უბრალოდ ამოვიღოთ თმა და რაღაცა გავიკეთოთ. აი, სრული კორექცია მისი რომ ზუსტად დასვას ის რაც არის ნამდვილად დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი მიგნება ამერიკაში, რომ ანუ ჩვენთან რომ გაკეთდეს ეს. ამიტომ 100%-ით გეუბნებით, პირველი ვიწყებ წარბით. მაკიაჟი, წარბი, ეპილაცია, მითი, ელექტრონემსით ეპილაცია და ყველაზე თავარი კიდე პერმანენტული მაკიაჟი. ჩემოკარგებო, ესეც არის ყბადაღებული თემა. მოდიან ჩემთან ბუდიში და ბრეჟნევის წარბებით რა. აი კატასტროფა ხდება. მე კი მაქვს ამისი საშუალება რომ აპარატურულად მოვაცილო ეს ყველაფერი, მაგრამ რო არ მივიდეთ მაქამდე, ჯობიათ მოხვიდეთ სპეციალისტთან, რომელიც ამას გაგიკეთებთ. ფერიდან დაწყებული, ფორმით დამთავრებული, აბსოლუტურად, ნუ სისუფთავეზე და დაცულობაზე ხო უკვე ვილაპარაკეთ, მე აღარ განმეორდები რამდენჯერმე 20 წლიანი გამოცდილებით. ხარისხი, ისევ იგივე, კოლორას ფერები აქვს, რომელიც მე საქართველოშიც ვიცოდი უკვე რომ ძალიან მაგრად მუშაობდა და რა თქმა უნდა თანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც გაწვდიან უმაღლესი ხარისხის აღებავებს. ანუ ფერი, ფორმა და შედეგი არის 100%-იანი გარანტირებული. დამეთანხმებით, როცა მოხვალთ და პირადად დატესტავთ. ეს არის ჩვენი მენეჯერის, სასწაული ადამიანი არის, მოკლედ ჯერ ხო როგორც პროფესიონალი თავის საქმეში არის ბიოლოგი გოგო, რომელმაც შექმნა, აი უბრალოდ როგორც ეხლა მე ჩემ თავს ვიქებ და რაც კამერა ჩაერთო, მის მერე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, არის ხო, არის აბსოლუტურად ძალიან თავმდაბალი ადამიანი, მაგრამ გოგომ გააოცა ამერიკის ბიოლოგები, შექმნა იმითი რა ბაქტერიებით შექმნა ვეფხის ყავსანი. ხალხო, უბრალოდ ისეთი ნამუშევრები აქვს, რომ სასწაულია. ცალკე თემა არის, მე ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, ვაჩვენებთ ჩვენ, ანუ მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მაკა უკან მიდგები, ესეც ერთი, აი ესეც, სულ ესე უნდა ყველა გამოვაჩინო კადრში. მე მართლა კიდევ ერთხელ ამაყივა, რომ შევძელი ესეთი კადრის და ესეთი მოდი ჩემთან აქეთ მოიწიე, მაკა უკან არ გახვიდე, უკან წადიო. ესეთი ახალ ადამიანების შეკრება ჩემს სივრცეში მიამაყე. ესეთი ადამიანების შეკრება ჩემს სივრცეში, ანუ ესეთი ადამიანების შეკრება ჩემს სივრცეში და რითი ვარ ამაყირო. ყველას აქვს თავისი წარსული, ყველას აქვს თავისი ბექგრაუნდი და რაღაცნაირად ვიკარგებით ამ დიდ მასშტაბურ ქვეყანაში. და მე შევძელი, რომ ეს ხალხი ადამიანები ამოვიყვანო ჩემთან და რაღაცნაირად მათი წარმოდგენა შევუქმნა ის სამუშაო პირობები, რაც ჰქონდათ როდესღაც და იყვნენ კომფორტულად, 2 კაპიკიც გააკეთონ და თან ისევ აი ნახეთ რა არის, მაკა ყოველთვის ამას ამბობს რა, რომ აი მე ესე კარგად ვიყავი იქა, რომ მე ესე კარგად ვიყავი, ისევ გაგრძელდეს მის ცხოვრებაში. შემდეგი სივრცე არის ჩვენი ტატუს ოთახი. მინდა ჯერ ტატუ მასტერი გაგაცნოთ, ჩვენი უერთგულესი მეგობარი თამუნა. მე და თამუნამ ფაქტიურად ერთად დავიწყეთ ეს საქმიანობა. თამუნა დამიდგა პირველი დღიდან გვერდში მიდგას. აბსოლუტურად უღალატოთ ემსახურება ზოგჯერ ვიწევდა ისე რომ არ ქონდა შემოსავალი, მაგრამ მაინც არ მიღალა და იყო ყოველთვის ჩემს გვერდზე და აი ესე განვითარდით ერთად ერთდროულად. უბრუნდებით იმას, რომ სტერილურობა არის 100%-ით დაცული, თქვენი ჯანმრთელობას ურთხილდებით 100%-ით და შედეგი და სურათი და დახატვა და რაც გჭირდებათ, უკვე დანარჩენი აქვე აქვს კომპიუტერი, აქვეა ყველანაირი მისი ხედვა, მაგრამ რაც თავარია ის არის, რომ მას აქვს ხატვის ძალიან მაღალი დონის ნიჭი, რაც ხელს უწყობს, რომ საუკეთესო ნამუშევრები გააკეთოს.
გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მიხარია თქვენთან შეხვედრა. მე ვარ თამუნა მეტრეველი, ტატუ არტისტი. მართალი მოგახსენათ, მართლა თიასთან ერთად გავიზარდე. მე-4 წელი დაიწყო კეთიასთან ერთად ვარ და რა ვიცი, მართლა თია მომცა იმის შანსი, რომ ჩემი საკუთარი ნიჭის რეალიზაცია გამეკეთებინა და ვარ პროფესიონალი ტატუ არტისტი. ეხლა უკვე თამამად შემიძლია ამის თქმა, მოვდივარ თიასთან ერთად, ვარ ძალიან მაგარი გუნდი და რა ვიცი, წარმატებას უსურვებ ჩემ გუნდსაც და რა ვიცი, ყველა ქართველებს და ყველა ემიგრანტს, ვისაც აი ერთადერთი რჩევას მოგცემ, თუ კი რამე პატარა ნიჭს დაინახავთ თქვენში, ყველას შეგიძლიათ ეს ქვეყანა გვაძლევს იმის შანსს, რომ რეალიზაცია გავუკეთოთ ჩვენს ნიჭს. თავარი სივრცე ამ შენობაში არის ჩემი სამუშაო სივრცე, ჩემი კაბინეტი. ამ კაბინეტში არის მოწყობილი ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ რიგში, როგორც ექიმად დაგისვათ დიაგნოზი, ერთად შევქმნათ თქვენი პრობლემების ნუსხა და შემდეგ უკვე ვიმკურნალოთ ამასთან დაკავშირებით თუ რამე პრობლემა გვაწუხებს, რა თქმა უნდა, ესთეტიკურ მედიცინაში. პირველი მინდა შემოგთავაზოთ და გაჩვენოთ უნიკალური აპარატი, ესეც უახლესი მაქვს, მე ყველა ბევრი აპარატი მაქვს, იცით თქვენ, მაგრამ რაც არის სიახლე, ხაზ გაუსმევ ამ სიახლეებს და ეს არის hydrofacial აპარატი, რომელიც შევიძინე იმის გამო, რომ ჩემი დიაგნოსტირება იყოს დადასტურებული უკვე აპარატურულად. აპარატი ახდენს სახის სკანირებას, სახის სკანის და მის სიღრმისეულ სკანირებას, გვიდგენს სახის სკანის ტიპს, სიმშრალეს, საცხიმოვნება, სად არის აკნეს წერტილები, ტეზონა რომელი არის, თუ არის ტეზონა დაბინძურებული და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტია ისევ აპარატი, ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ეს არის ნოვაცია და სიახლე ჩვენ ცხოვრებაში, რადგან ყველა ChatGPT-ს ვეკითხებით რაღაცეებს, ჩვენი მეგობარი გახდა ChatGPT და თქვენ რო ტელეფონში არ ეძებოთ ეს ყველაფერი, აქვე გაქვს აპარატში წარმოდგენილი. ანუ ახდენს აპარატის სკანირებას, თქვენი თვალით წაიკითხავთ, რას დაგიდგენთ აპარატი, რა გჭირდებათ, რომელი ტიპის ვიტამინი გჭირდებათ, ჰიალურონის მჟამა რა დონეზე არის, თქვენი სიმშრალე კანის რა დონეზეა, წყალი ორგანიზმში როგორ არის და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ანალიზის შემდეგ ხდება აპარატურული წმენდა, მას აქვს უძლიერესის ვაკუუმ თერაპია, რომელიც გახსნით, რა თქმა უნდა, რომ გავხსნით ფორებს და დავამუშავებთ მთლიანად თქვენ სკანს, მერე ხდება მისი ვაკუუმით, ანუ კოვზით წმენდასაც აბსოლუტურად ვაკეთებთ ისევ ძველ მეთოდებს, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ ტექნიკაში, მაგრამ გაუმჯობესებული მეთოდით, რომ არ მოხდეს ზედმეტი ინვაზია და ზედმეტად თქვენი კანის დაზიანება მოხდება მისი წმენდა უკვე აპარატურულად. რაც მნიშვნელოვანია, ესე იგი, ყველა პროცედურაზე იხსნება ცალკე დალუქული პაკეტი და პაკეტის კითხულობს სენსორი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ირთვება აპარატი. აქაც იგივე ვუბრუნდები თქვენ ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და აბსოლუტურად დაცული იქნება ნორმა პერიოდში. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ არის პაციენტები, ვისაც არ უნდა არანაირად მოხდეს მათთან ჩარევა ნემსით, ანუ ინექციებით და მიიღოს შედეგი, რაღაც მინიმალური მაინც. ამიტომ შექმნილი არის, როგორც აგიხსენით, პირველი აპარატი, რომ წმენდა დატენიანება და ამ აპარატს ახლავს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უინექციო მეზოთერაპია, კანში სერუმების შეღწევადობას უწყობს ხელს, სპეციალური თავაკები აქვს ამისთვის და აქვს ასევე ოქსიჟენ თერაპია. შემდეგი ეტაპი გრძელდება ულტრათერაპიის აპარატით. ულტრასაუნდ, ეს ულტრათერაპია, რას ნიშნავს? მოიცავს ულტრასხივს, რომელიც ჩადის 4.5 მმ-ზე კანის ქვეშ და სმა ლიფტინგს ახორციელებს. ფენა, რომელიც წარმოქმნის კოლაგენს, აღვიძებს მისი აი როგორც ჩაქუჩის დარტყმა, ესეთი პროცედურა არის, უმტკივნეულოა და კომფორტული არის, ცოტა შეგრძნებები რა თქმა უნდა აქვს ახლა როგორც ყველა პროცედურას, მაგრამ არა ინვაზიური პირველ რიგში და ახდენს როგორც ცხიმოვანი პაკეტის დაშლას და დალღობას, ანუ როგორც როცა გვაქვს ღაბაბი, როცა გვაქვს მოშვებული, მოდუნებული კანი და გაცხიმოვნებული ზედმეტად მის დაშლას და ასევე იმ ფენას, რომელიც წარმოქმნის კოლაგენს, აძლევს სტიმულაციას, რის შედეგად ხდება ხელახლა გააქტიურება თქვენი კოლაგენის და კოლაგენის გააქტიურების შემდეგ კანის ელასტიურობის დაბრუნება. აქვს ასევე თავაკი, რომელიც ახდენს
უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ცოტა ისეთი ინტიმური თემა არის, მაგრამ ვაგინალურ გაახალგაზრდავებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ცხოვრებაში. შეიძლება ვინ გქონდეს ესეც დაფარული მომენტები, მაგრამ ამას უკვე ადგილზე როცა მოხოთ, დეტალურად აგიხსნით, რისთვის არის ეს საჭირო. დამიჯერეთ ესეც ყველამ ვიცით, ჩუმად ჩვენს გულში, რომ აუცილებელი პროცედურობა, მტკივნეულობა და სხვა პრობლემები რაც გვაქვს, უკვე ამას შემთან კონსულტაციის შემდეგ გავივლით და გავაკეთებთ სრულ ანალიზს და მკურნალობას. შემდეგი აპარატი არის IPL-ის აპარატი. ეს აპარატი არ არის ცნობილი ქართველებში, ეს არის ამერიკული აპარატი, რომელიც ესე იგი ჩართული არ მაქვს ახლა ნუ მოკლედ, მაგრამ ამასაც წარმოგიდგენთ, ძალიან კარგი შედეგი აქვს როგორც პილინგს. პილინგი იცით რომ არის საკმაოდ მტკივნეული პროცედურა, საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი აქვს, ანუ გაწითლებული კანი, აქერცლილი კანი და დისკომფორტია და ჩვენ ვიცით ამ ქვეყანაში, რომ დრო არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რეაბილიტაციის პერიოდი იმისთვის რომ სახლიდან გასვლის საშუალება გქონდეთ და ნორმალურად იგრძნოთ თავი პროცედურის შემდეგ გაძრევთ ეს აპარატი. მაგრამ გასათვალისწინებელი ის არის რომ არის რამდენიმე პროცედურა გასაკეთებელი 20 დღეში ერთხელ, 10 დღეში ერთხელ, თვეში ერთხელ გააჩნია როგორ მოშუშტება და როგორ მოხდება კანის აღდგენა და ძალიან კარგად მუშაობს პიგმენტურ ლაქებზე. სეზონური აპარატია ესეც. შემოდგომიდან როცა მივიღებთ რუჟს, როცა სოლარიუმის შემდეგ გვექნება ლაქები, მობრძანდებით, ჯერ გავიკეთებთ კარგ წმენდას სახეს, მთლიანად მოვიშორებთ თუ რამე დაბინძურებული არის კანზე და შემდეგ უკვე IPL პროცედურა ძალიან მოკლე ცოტა მტკივნეული პროცედურა შედარებით ახლა ვიდრე IPL-ი, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი 100%-იანია, მხოლოდ თუ გავაკეთებთ სექციურად ამას და არა ერთჯერადად არაფერი არ მუშაობს. ეს მინდა რომ ყოველთვის გაითვალისწინოთ. ამ აპარატს ასევე აქვს ვასკულარული ქსელის სამკურნალო თავაკი, უბრალოდ ეს ვენურ და ვენაზე, რომელიც არის გამოხატული ვენური ქსელი, რა თქმა უნდა, არ მუშაობს, ესეთი სიმძლავრე არ აქვს, მაგრამ ვისაც აქვს უბრალოდ აი კაპილარულად, როცა არის გამოკვეთილი ფეხზე, ხელზე, სახეზე, ესეც სექციურად მუშაობს ძალიან კარგად. შემდეგი აპარატი არის კარბონის პილინგის აპარატი, ასევე იაგლაზერი ეწოდება ამ აპარატს. ხდება როგორც ვახსენე ვიდეოს, როცა მიყვებით ქრონოლოგიურად ნახავთ, რომ მოდიან ძალიან სუდად დახატული წარბებით, ძალიან სუდად გაკეთებული, ხშირ შემთხვევაში ტატუები, ადრე გაკეთებული ტატუაჟირება, ხო იცით, ყველაფერი ტექნიკა იცვლება და ნელ-ნელა იმდენად განვითარდა ყველა პროცედურა, რომ უკვე ძველი გაკეთებული არ მოგწონს და რაღაცა დეტალების შეცვლა გვინდა. ამიტომ ამაში მოგეხმარებით, აპარატს აქვს ფუნქცია ტატუს მოცილების, ამასაც რამდენიმე პროცედურა ჭირდება, არ არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ უმტკივნეულად, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, მაშინ შედეგს ვერ დავდებთ ფიზიკურად და აქვს ასევე კარბონის პილინგი, რომელიც კარბონის პილინგს ვუნიშნავ იმ შემთხვევაში, როდესაც აქვს აკნეს, აი ძალიან ყმადაღებული თემა, რომელიც არ ქონდათ არასდროს საქართველოში ჩამოდიან აქ პირობები, ტენიანობა, სტრესი, ყველაფერი ეს მოქმედებს ჩვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე და თავისთავად კანზეც და გამოხატული ხდება ჩვენს ზედაპირზე. კარბონის პილინგი ეხმარება ჟანგბადით გამდიდრებას კანის და უკვე დაზიანებული კერების აღდგენას უწყობს ხელს, პიგმენტური ლაქების მოცილებას და ერთფერო უნანცხდის კანს და აი ხშირად მეუბნებიან გოგოები რომ აი ტონალურს აღარ ვისმევ ამ პროცედურების შემდეგ ერთ ფერში აქვს სახე, ესეც არის რა თქმა უნდა რამდენიმე სექცია, მაგრამ ხანგრძლივობა მისი რაღაცა 6 თვის, 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. არ არის ძვირიანი პროცედურა, მაგრამ ძალიან მისაღები არის და ძალიან საინტერესოა, ვისაც აინტერესებს, რომ აი ტონალურით არ დაიფაროს მთელი სახე და კონდეს ერთ ფერში და გადამპრიალებული სახე. გაგრძელება ჩვენი არაინვაზიური პროცედურების შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავდივართ ესთეტიკურ მედიცინაში და უკვე გადავდივართ ნემსების ჩხლეტებზე. ამასთან დაკავშირებით მინდათ გაგაცნოთ ჩემი კოლეგა და ჩვენი საერთო კოლაბორაცია შედგა. ქალბატონი ლიკა ხომერიკი არის აქ შეძენილი განათლება, სამედიცინო განათლება საქართველოში ექიმი იყო და შემდეგ უკვე გააგრძელა განვითარება, ძალიან მაღალ საფეხურს მიაღწია, უკვე არის practitioner nurse, ესე რომ ავხსნათ და მისი წყალობით ხდება ყველა პრეპარატის თუ რამეს ნახავთ აქ. უმაღლესი ხარისხი, ისევ და ისევ, ლიცენზირებულად
FDA სერტიფიცირებით, გამოწერა და თქვენამდე მოტანა. უკვე რაც შეეხება რომ მოვიტანთ ამას ყველაფერს და ჩვენს პროფესიონალიზმზე, თავისთავად ადგილზე რომ მოხვალთ, ყველაფერს გაიცნობით. ლიკას აქვს აქ კლინიკებში პრაქტიკა მუშაობის, აქვს ესთეტიკურ მედიცინაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენი კავშირით მოხდა კიდევ უფრო ჩემი განვითარებაც და ლიკას განვითარებაც ერთდროულად, რადგან მე შევიძინე მისი სახით ძალიან ბევრი პროფესიონალური ხაზი და მანაც რა თქმა უნდა ჩემთან ერთად რაღაცა შევკარით გუნდი, ესე რომ თქვა. ჩვენ გვაქვს საერთო კოლაბორაცია ასევე ნიუ-ჯერსში. ჩვენ მქონდა ამის ლაივი ჩაწერილი და იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგიანონსებ. ერთი დღე ნიუ-ჯერსში ვიღებთ ამერიკელ პაციენტებს, ანუ დენტისტის ოფისში აქვს ლიკას თავისი სივრცე გახსნილი და იქაც ქართველებზეც უმუშაობთ, მაგრამ ნუ ძირითადად ვართ წარმომადგენელი ამერიკელი პაციენტებისთვის. ეს არის სკულპტრა, რომელიც მოქმედებს კოლაგენის გამომუშავებაზე. ფაქტიურად ეფექტი გვაქვს მაშინვე, მაგრამ ძირითადად იწყება გამომუშავება კოლაგენის 21 დღის შემდეგ და ეს პრეპარატი ძლებს თითქმის 2 წელი. ეს არის აპარატი გამზავებელი სკულპტრას, ამის გაზავება ძალიან ფაქიზი პროდუქტი არის, შემადგენლობა და ჭირდება სპეციალური გამზავებელი აპარატი. ეს არის სკულპტრა, ანუ რაზე გავამახვილეთ ახლა ამაზე ყურადღება, ისევ და ისევ ვუბრუნდები იმ თემას, ვისაც არ უყვარს ფილერი, ვისაც უნდა რომ ბუნებრივ მდგომარეობაში დაიტოვოს თავისი ბუნებრივი სილამაზე, უბრალოდ ჭირდება გაახალგაზრდავება და მომჯობინება მისი კანის სტრუქტურის, აი მოშვებული ტურგორდაკარგულ კანზე, მოქმედებს ძალიან კა სკულპტრა დიდი ხანია მასია ესთეტიკურ მედიცინაშია, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან და ლიკას პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე კი ერთჯერადაც საკმარისი არის, ყველაზე ისეთი პროცედურა, რომელიც რჩება ყველა ძალიან დიდი პროცენტი, აი ჩემი და ლიკას პაციენტების 100%-დან 90% ითხოვს დარჩეს ნატურალურად და არ შეეცვალოს სახეზე არაფერი. ამისთვის აი იმიტომ ვყვებით ახლა ამას ყველაფერს, რომ გააქვთ ყველანაირი შანსი, მოგბრძანდეთ და მიიღოთ გაახალგაზრდავება და დარჩეთ ისეთები, როგორიც ხართ, უბრალოდ 10 წლით, 15 წლით, 20 წლით უფრო ნაკლები გამოჩნდეთ. რა თქმა უნდა, გვაქვს ფილერებიც, მაღალი ხარისხის, ბიორეპელანტები, დამატენიანებლები, ყველაფერი, როგორც მაღალი კლასის ევროპული ხარისხი, ასევე მაღალი ხარისხის კორეული ხაზიც. ამიტომ ეს არჩევანი თქვენზე არის, ვის რა დაჭირდება იმის მიხედვით. რა თქმა უნდა, გვაქვს ეგზოსომებიც, გვაქვს ბუსტერები და რა ვიცი რა ძალიან ბევრი, ეხლა აქ მთლიანად არ არის გამოკვეთილი. ასევე გვაქვს ტუჩის ბიორევიტალიზაცია, რომელიც B12 შეიცავს და დაფერვასაც ახდენს ტუჩის. ასევე ჩვენ გვაქვს ახალი პროდუქცია, ეს არის ორგანიკი ფილერები, რომლებიც გამოიყენება ქალბატონების ვაგინალურად გაახალგაზრდავებისთვის, როდესაც გვაქვს ბევრი მშობიარობა, 2-3 მშობიარობა, რა თქმა უნდა, კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანო არის და ასე რომ ჩვენ კანს ყველგან ჭირდება გაახალგაზრდავება ასაკში. ეს არის აბსოლუტურად უნარბერი, ეს არის ორგანიკი ფილერი, რომელიც გამოიყენება ასევე ესთეტიურობისთვის, ასევე გამოიყენება სექსუალურ ვალნესისთვის, ანუ ვისაც ცოტათი ასაკში პრობლემა აქვს, სიმშრალე აქვს სექსის დროს, დისკომფორტი აქვს, ატენიანებს, უჯრედებს, კანს და ასევე აკეთებს rejuvenations, ასევე აი ამ აპარატთან ერთად არის იდეალური აი ამ პრეპარატის გამოყენება.